ალბათ ყველას გიყვართ ბავშვის ხელში აყვანა, მაგრამ დღევანდელი ჩვენი სტუმარი ისეთი ბავშვია, რომელიც აქეთ აგიყვანთ ხელში და რომ მიუშვა მთებს გადადგავს. მივესალმოთ, ჩვენი სტუმარია ძალოსანი ნია ბუდაგოვი. მობრძანდი და რა ლამაზია ეს გოგო. გამარჯობა. სალამი. იცი რა, მე მგონი შეგეშალა, მე ძალოსანს ველოდებოდი და ნამდვილად შენ ხარ? კი. დაბრძანდი. მოიცა კაცო, ეს სიფრიფანა ბავშვი არის ძალოსანი? ნამდვილად? კი. ეს თასი და ეს მედლები ნამდვილად შენია? დიახ. არ მატყუებ? არა. შენ მოიპოვე ეს ყველაფერი? დიახ. გასაგებია თქვენთვის? აი ასე. კარგი, რადგან არიშლი და შენ ყოფილხარ ძალოსანი, მაშინ მომიყევი, როგორ გადაწყვიტე რომ ამ სპორტზე წასულიყავი? ჩემი ძმა დადიოდა ამ სპორტზე და რომ ვყვერდი, მეც მომინდა და ერთი არა, ორი არის საქართველოს ჩემპიონი. აპლოდისმენტები. შენთან ერთად ვინც დადიან, ისინი არიან ჩემპიონები უკვე? კი, ოღონ ერთი არის ჩაქუში. ერთი არის, კი ბატონო, სადაც არ უნდა იყოს ჩემპიონი ხო არის? დიახ. გადასარევია. ეხლა მითხარი, სკოლაში დადიხარ ხო ალბათ? დიახ. იქ ხო არ გეუბნებიან ხოლმე ესეთ რაღაცას, კაცო, ეს მერხი აქ ვინ დადო ეს გადაგაკო? არა? არა. და იმას არ გეუბნებიან, მომეხმარე რამე გადამატანინე ან რაღაც. გეუბნებიან? ხო? და შენც ეთანხმები და ყველაფერს აკეთებ, ხო? მაგრამ რაც არ შეიძლება, არ ვაკეთებ, არ ვატანინებ, რაც არ შეიძლება. ხო, მაგრამ ისე ხო შეგიძლია, შეძლებით შეგიძლია. რა თქმა უნდა, კაცო, როგორ არ შეუძლია. შენი საყვარელი ძალოსანი, ეხლა, იცი რა, ცოტა ისეთი კითხვა არის, რა თქმა უნდა, კი ვიცი ალბათ, ვისაც მეტყვი. ვინ არის? ლაშა. რა თქმა უნდა, ლაშა არის, ტალახაძე, აქედან მივესალმებით მას. ოქროს ადამიანს და მარტო ჩვენი არა, შენი და ჩემი. მთელი მსოფლიოსთვის ალბათ ყველაზე მაგარი ლაშაა ტალახაძე. დიდი მადლობა მას იმისთვის, რომ ასეთი არის და აი, ბატონო, გაგრძელება ეს არის. აი, ასე გრძელდება, გოგონებით ძალოსნობაში მიდიან ხოლმე. ყოჩაღი გოგო ხარ. მხოლოდ ამ სპორტით ხარ დაკავებული თუ კიდევ რა? აბა? სირბილზე დავდივარ და ცურვაზეც დავდიოდი 3 წელი და ფიგურულზეც 1 წელი. რამდენი წლის ხარ შენ? 11. როგორ მოასწრარი, კაცო, ეს ყველაფერი, გამაგებინეთ. აპლოდისმენტები, ფიგურულის რეალიო, ცურვაო, სირბილიც თქვი, ხო? სირბილი მე ვიცი რისთვის გინდა შენ. შენ რო ოლიმპიური ჩემპიონი გახდები, მერე ფანებს რო გაექცე ხოლმე კარგად, მე მგონი გამოგადგება ექსპორტის სახეობა, მე მგონი, რა მაგარია. გაიქცევი და ვერა, კაცი შვილი ვერ დაგეწევა შენ. აი ესეთი ამბავი. სხვა შორის სირბილზე მეც დავდიოდი, იცი? რამდენი ხანი არა, რამდენი საჭირო იყო რომ დამიძახებდე, ჩადი მაღაზიაში ჩაირბინე, ამოერბინე, ჩადი, აი ესე სულ ისე ვიყავი. ხან რაზე მაგზავნი და ხან რაზე. აი ასეთ დღეში ვიყავი მე. მაგრამ შენ მაინც დარწმუნებულად ჩემზე უკეთესად დარბი ხარ. ეს მედალი სხვადასხვა შეჯიბრის არის, ხო? რა თქმა უნდა. ეს პირველები არის შტანგის, ის მეორე არის სირბილის. მოიცა. სირბილშიც გაქვს აღებული, მე მეგონა მხოლოდ შტანგაზე მეგონა. წარმოგიდგენიათ, აქ უკვე მედლები აქვს და მე კიდე რაღაცებს ვეკითხები აქ. კარგი, მედლები გავიგე და ეს რისი თასია? ეს არის ზუგდიდის ღია პირველობის. ესეც შტანგა. შესანიშნავია. ესე იგი, აქაც გამარჯვებული იყავი და ეს პირველი ადგილის არის, ხო? კი, პირველი შეჯიბრის პირველი ადგილი. პირველი შეჯიბრი, პირველი ადგილი, მოკლედ ყველაფერში პირველი ყავს ეს გოგო. ძალიან კარგი. ეხლა მითხარი, ვისთან ერთად მობრძანდი შენ? ჩემს მასთან, დედაჩემთან და ბიძაშვილებთან. კი, ბატონო. და ვინ შტანგაზე დადიან და ჩემ მწვრთნელთან. შენს მწვრთნელთან ერთადაც ხარ მოსული? აპლოდისმენტები ყველას, ვინც არის. მოდი, დედიკოს ვკითხოთ. თქვენ არ დადიოდით? შტანგაზეა. ასეთ სახეობაზე არ გივლიათ, ხო არა? შტანგა არა გიწევი. ისე დადიოდით? ბავშვობაში კი. უი, რაზი სირბილზე თქვენც? არა, კარატე. კარატე. შესანიშნავი ოჯახი არის. შტანგა, კარატე რა. არ შეგეშალოთ რამე ძალიან გთხოვთ, ემან რამე გადატრიალებული სიტყვა არ თქვა, თორე ცუდად დაამთავრეთ. და მოდით ახლა მწვრთნელთანაც გადავალ, მაშინ შეკითხვით მოგესალმებით. აი, ეს გახლავთ ჩვენი ნიაკოს მწვრთნელი, ბატონი ლევან ხუზაურაშვილი. ესეთი შეკითხვა მინდა დაგესვათ პირდაპირ რა. როგორ გონიათ, მომავალი ოლიმპიური ჩემპიონობის პირი უჩანს ამ ამბავს?
რას გვეტყვით, როგორც მწვრთნელი? პირველ რიგში ყველაფერი დამოკიდებულია მონდომებაზე, შრომაზე, რამდენად გაიზრდება ბავშვი ამ ყველაფრისთვის. გაირჯება, მე ვიცი ეს ისე. ბატონო, ანუ წინაპირობა ყველაფერი შექმნილი აქვს და რავი, დანარჩენი უკვე ბავშვი არის დამოკიდებული მოკლედ. ჩვენ არაფერს არ ვაკლებთ. ხო, კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, თაზო და გაბრიელი არიან აქ ჩვენთან. აპლოდისმენტები მათ წინა სეზონზე იყვნენ ჩვენთან მობრძანებულები და უკვე ცნობილი ხალხია და შესაბამისად, აი ასეთ ცნობილ ხალხთან მიწევს მე ურთიერთობა და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ დღეს ისე არ ჩაივლის დღევანდელი დღე უფრო სწორად, ეს მინდოდა მე თქვა, რომ რეკორდი არ დავამყაროთ. რამდენი უნდა ავწიოთ? 25. აკურა და ატაცი 20. აჰა, ატაცი 20 კილოგრამი და აკვრა 25. მაგრამ ერთი რაღაცა მაინტერესებს. შენ თვითონ რამდენს იწონი? 23. მოიცა. შენ ხარ 23 კილოგრამი და უნდა აწიო 25 კილოგრამი? რა ვიცი ხა, რა გითხრათ, მე ვეღარაფერს ვეღარ დავამატებ. აი გულის ფანცკალით ველოდები სწორედ იმ მომენტს, როდესაც აი ამას ყველანი ერთად ნახავთ. ესე ხა ატაცი გვაქვს თუ აკვრა? ატაცი პირველი. ატაცი გვაქვს, კი ბატონო. მოხლებელია. წონა რა გვაქვს? 16 კილოგრამი. 16 კილოგრამი. აპლოდისმენტია. და ოჩა! ეს მაქსიმუმი არ არის, როგორც ვიცი, ამას უნდა დავამატოთ კიდევ. კი ბატონო, 18 კილოგრამი დავაკენოთ, იმიტომ რომ იქ წესი ასე არის, უნდა მოდუნდნენ იქ რაღაცა. შიგნით დაიწყე ახლოში. ბიჭებიც გვეხმარებიან. ბატონო. აბა. ნელა. ოპა! ოქროს გოგო. ეს რამდენი კილოგრამი იყო? 18 კილოგრამი და 18 კილოგრამი იყო უკვე. მინდა შეგახსენოთ, რომ თვითონ ნიაკოს წონა არის 23 კილოგრამი. გაბრიელ 20 დავაყენე. ეხლა რა წონაზე მივდივართ? ეხლა იქნება რეკორდი უკვე 20 კილო. რეკორდი გვაქვს 20 კილოგრამი, რეკორდზე მივდივართ. რა მაგარია. მიდი აბა შენ ხო ის მეაქავარ. მე რას მოგეხმარები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გულშემატკივრობით ნამდვილად მოგეხმარები. წავიდა აბა, დაუკვირდი ეხლა. დავამხნეოთ. შეგიძლია. სტარტი კაი დაიჭრე. ახლოს უნდა წამოიყო. დაიჭი! ნელა. ოჩა! 20 კილოგრამი! რეკორდი გვაქვს. ბატაშოვის მეტი აპლოდისმენტების ღირსია ეს ყველაფერი. ოჩახნიაკო. კარგი, ახლა რას ვაკეთებთ? ეხლა გვაქვს აკურის მოძრაობა. და დაიწყებს ნია 21 კილოგრამი. 21 კილოგრამით ვიწყებთ, ნიაკო. ნია რა იღებ კერძე, ადგომა დაიწყე ეგრევე არ გაჩერდე ჯდომში. ახლოს წამოიღე. ადი. ოჩა. აბა ეხლა სწორად. ბრავო! 21 კილოგრამი. გაძლეულია 21 კილოგრამი. დავაყენოთ ეხლა 23 კილოგრამი. მოიცა, რამდენსაც იწონის თვითონ ნიაკო, იმდენი უნდა დავამატოთ? აბა. ამას ეხლა რო ტაში ჭირდება ხომ იცით? ნიაკო. აბა შენ იცი. 23 კილოგრამს იწონის თვითონ ნიაკო და შტანგაც 23 კილოგრამს იწონის. ესე იგი, თავისი წონა უნდა აწიოს. წარმოგიდგენიათ რა უნდა გააკეთოს? მოერგე სტარტის დაიჭრე, მოერგე კარგად. პატივცემულო საზოგადოება 23. ახლოს წამოიღე. ადი.
ნელა. ოჩა. ბრავო! მაგარი ხარ მია, ძალიან მაგარი ხარ. კიდე მეტი აპლოდისმენტები გჭირდება. ყველაზე მაგარი. მოდი ჩემთან, მოდი, ოქროს გოგო. აი, ასეთი გოგო ყავს, აი, ასეთი სიფრიფანა, 23 კილოგრამი თვითონ და 23 შტანგაზე 500-ჯერ მეტი აპლოდისმენტების ღირსია ეს. 1.25-ს მივიშათ რეკორდი. 25? კი. ალახაძეს არ დაუტოვა თებშები. სულ წამოიღო აქ. კი ბატონო. ყველა თებში წამოღებული არის აქეთ. მზად ვართ? კი. აპლოდისმენტების თანხლებით 25 კილოგრამზე მივდივართ. 25-ზე ეს იქნება რეკორდი. აბა ყურადღებით. არ მოკლი ჯონელა დაიწყე ძირიდან. ბოლომდე ამოწია არ ჩქარო. ახლოს. ოჩა, წავიდა სწორედ ახლა. ნელა ჩადინია და სწრაფად ხელები. წავიდა. აიჭი, ნელა, ოჩა. ბრავო დიაკო! ჩარტი! ძალიან მაგარი იყო, 25 კილოგრამი. თვითონ 23 კილოგრამს იწონის ნიაკო, როგორი ყოჩაღი ხარ, ჩვენი ჩემპიონი! ძალიან მაგარი გოგო ხარ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, ოქროს ძნელი ყავს. აპლოდისმენტები ნიაკოს ძნელს ლევან ხუზაურაშვილს. და ბიკერსაც რა თქმა უნდა, ეკუთვნით აპლოდისმენტები, რომლებიც გვეხმარებოდნენ დღევანდელ დღეს. გაბრიელი და თაზო. საჩუქრები აბსოლუტურად დამსახურებულად და პირველი საჩუქარი ფაგიოსგან. აი, მომზადდა ჩვენთან ფაგიო. აი ეს საჩუქარი. ჩემპიონის ხელი იყო ეგ ესე კი არ არის. ეს არის სპეციალური ნაკრები ფაგების იმისთვის რომ არ გაცივდე და არანაირი ინფექცია არ მოგეკაროს. ხო იცი ეგ ამბავი? დედამ იცის ფაგიო. და კიდევ რა თქმა უნდა საჩუქარი ვისგან? ლოკომოკოს ლობისგან. ამის აწევა არ გაგიჭირდება. ყველა ქვეყნის ძიმეა მეთქი, მაგრამ შენთვის ეს რთული არ იქნება. აი, ასე მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი ნიაკო ბუდაგოვი, აპლოდისმენტები.